ბატონო ლევან სამუშია დარდგენება ნამდვილად არ სჭირდება ძლიერი საქართველოს ლელო. ფაქტი არის, რომ ძალიან საინტერესო მე თუ მგიტყავდა დამაინტრიგებელი რაღაცები ხდება ამ საბჭოთა საქართველოს შეუყურე და გულწრფელად გეუბნებით მართლა გამიკვირდა. ყველაფერში ფულის გაკეთება როგორ შეიძლება ხანუ ყველაზე მთავარი თემა დღეს ეს არის საკრებულოებში თავიანთ სატელიტურ რაღაცა ბლოკებს ქმნიან და ცალკე ჰონორარებს უგზავნიან თუ უზრდიან რა ვიცი არ არის ეს ნორმალური ამბავი და აი სვარჩეს ყველა აფიქსირებს ამას ამათი მიზანი კოცების არის ბიუჯეტის ძარცვა და არ არის ეს იცი აი ცივილიზებული და ნორმალური რაღაცა არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ეგეთი ვირეშბაკობა არ გამოუყენებია და რაღაცმა დაიწყეს ამის კეთება მე მართლა გაოცებული ვარ და მე გისმენდი დღესა შენ და მართლა მეუთმენელი რაღაცა ხდება თან ყველა რაიონში აპირებენ თურმე ამის მას ჩავუყმავდე და მაყურებელიც ინფორმირებული გავხადოთ რა ეშმაკობასთან გვაქვს საქმე. მოგესალმებით ბატონო დავით, მესალმები მაყურებელს, ბეკით მადლობა თქვენ მოწვევისა და შესაძლებლობისათვის. ხო, ყველასთვის ცნობილია ბატონო დავით, რომ სოფლიო დონის კორუფციული სისტემა ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ, მწვერვალებს იპყრობენ და მოდი ვთქვათ, დახელოვნებულები არიან კორუფციაში, საიდან რა გამოხრან. მაგრამ ეს არის ახლა ერთი ფაქტი, რომელიც მინდა გითხრათ. მოკლედ, ყველა ვიცით, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაიმართვა და ქართული ოცნების სიის გასული ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების სიის და ქართული ოცნების წევრები ამ შემთხვევაში და ქართული ოცნება ბიუჯეტიდან ღებულობს გარკვეულ დაფინანსებას. ეს არის პარტიული ხელფასები, რა ქვია, თანამშრომლების ხელფასები, საკრებულოს წევრები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ წევრები და სხვადასხვა ფრაქციის თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი რა არის, იცით? არ ეყოთ. მასშტაბები არ ყოფნით, ბატონო დავით, უყურეთ და გავშალოთ ეს კორუფციული თემები და თავარი რა არის, გეტყვით ეგერ. თავის წევრებს დაარქვეს ოპოზიცია, გამოყვეს საკუთარი წევრებიდან, დაარქვეს ოპოზიცია თავიანთ წევრებს და პირველ ეტაპზე ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტში ხალხის ძალად დაარქვეს ამ ოპოზიცია და თუ ვინმე ოპოზიცია გონიათ, კი ბატონო დაიჯერეთ, თუ ვინმე ხართ ესეთები, ანუ თავიანთი სიით გასულ ადამიანებს დაარქვეს ოპოზიცია და შეუქმნეს ფრაქციები და ახლა მეორე წრეზე წავიდნენ და უკვე ეგრეთ წოდებული ევროპული სოციალისტები თუ რაღაცა უკვე მე-9 მუნიციპალიტეტში და მიმდინარეობს. ახლა ვიღაც იკითხავს, რომ კაი გასაგებია რა შუაშია ეს კორუფციასთან. მეგობრებო, იმ შუაშია, რომ თქვენი საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის შემთხვევაში თანხებიდან ეს ადამიანები დამატებით, აი ამ შექმნილი მაქინაციებით, პოლიტიკური მაქინაციით შეიძლება ითქვას, და ამ კორუფციული სქემით დამატებით 5 მილიონამდე წელიწადში გამოეყოფათ ამ ადამიანებს. დამატებით 5 მილიონამდე ეს შესაძლოა იყოს მზარდი, ვინაიდან უკვე მეორე წრეზე წავიდნენ და მიმდინარეობს ასევე შექმნა ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ფრაქციების. ამ თემაში ერთი წავით რა მე მახსოვს, რომ საკრებულოს წევრებს ხელფასები არ ქონდათ. იყო ესეთი დროც, მერე დაიწყეს ხელფასების მიცემა 200-300 და 1000 არ ყოფილ. ბატონო და ახლა რა არის საქმე, ცი? აქ არავინ არ ლაპარაკობს, რომ ფრაქციას გარკვეული შესაძლებლობა არ ქონდეს ან რამე, მაგრამ შენ როდესაც ამ ყველაფერს იყენებ სხვა მიზნებით, რომ შენ კიდე დამატებით ბიუჯეტის ხარჯზე თანხები აიღო და წაიღო ამ შემთხვევაში და შენ ქმნი რაღაც და არ ქმნებ ოპოზიციას და კიდე დამატებით ხალხის ხარჯზე ამ შემთხვევაში თანხებს იზიდავ, ეს არის უბრალოდ აქ თავარი რა არის, გეტყვით, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში სადაც წარმოდგენილები ვარ დავაყენეთ საკითხი ბავშვების სასკოლო კვების შესახებ, ბავშვთა კვების შესახებ. და ეს უარყოფილი იქნა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ბატონო დავით. კი, აბსოლუტურ უმრავლესობაში უარყოფილი იქნა, სადაც არა, მასაც გეტყვით, უარყოფილი იქნა და ასევე საუბარი არის უფასო სასადილოებში დაფინანსებაზე, დაფინანსების ზრდაზე და ასე შემდეგ. მაგრამ სამაგერად აგრეთვე ამისთვის თანხა გამოინახა ყველაფრისთვის და ამ ყველაფრისთვის გამოინახება თანხები. და როდესაც საუბრობთ კორუფციაზე, ეს არის
რაღაცას ვაში წვეთი ახლა მე რაც გითხარით, მაგრამ ეს აჩვენებს მასშტაბს, ეს აჩვენებს მათ ამ შემთხვევაში ნებას კორუფციულ ყველა პერში რომ შეუძლიათ ყველაფრიდან გამოხრან და სახრავენ ნახონ, მაგრამ ახლა ნახეთ როდესაც თბილისის საკითხთან და თემასთან დაკავშირებით, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, კორუფციულ თემასთან დაკავშირებით ხალხი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეებმა რო იცოდნენ რა შეასაკ. ლარი და 70 არის გამოყოფილი ერთი ადამიანის კვებაზე. ლარი და 70, მაგრამ ბატონ დავით, ლარი და 70 კვებაზე კი არ მიემართება ყველა. აქედან ლარი და 16-დან ლარი და 30-მდეა კვებისთვის გამოყოფილი. დანარჩენი კი ელექტროენერგია, თანამშრომელი, შენობის იჯარა, გადასახადი, ასე შემდეგ, გაზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თქვენ წარმოიდგინეთ ბატონ დავით, ლარი და 16-დან ლარი და 30-მდეა გამოყოფილი და იქაც კი წილში უზიან და იქიდანაც კი იპარავენ. და რაზეც არიან პასუხისმგებაში, მილიონებზეა საუბარი წლების განმავლობაში. იქიდანაც კი ხდება ამ შემთხვევაში, ამადა ჯერ ლარი და თუნდაც 70 იყოს, ბოლომდე იყოს გამოყოფილი, ამ ბოლომდე იხარჯებოდეს კვება. ლარი და 70-ად, როგორ შეიძლება ადამიანი გამოიკვებოს დღეში ლარი და 70-ად? და იქიდანაც რო შენ იპარავ ამ ყველაფერს. ანუ ყველგან სადაც კი შესაძლებელია იპარავ. სისტემაა ბატონო და ყველგან და ყველაფერი რატო ვლაპარაკობ? დახენულებულები არიან და სოფლიო ჩემპიონები არიან კორუფციაში. ლარი და 30-მდე რო ჯდება, აი, ის რა ქვია, ერთი ადამიანის გამოკვება, სულთა საკვების ღირებულება რაცა. აი, რო ავიღოთ ადრე ეთერში, თქვი ორჯერ ეთერში და რო შევადაროთ, აი, ღირებულება ნახევარი ხინკალია. ხო. და ეუბნებიან რომ აი ეს უნდა იკმაროთ, მაგრამ იქიდანაც იპარავენ ეს ადამიანები. აი ამ დონემდე არიან ბატონო დავით დასულები და ამ დონემდე არიან მისული. და როდესაც ბატონო დავით ქვეყანაში ხდება ძალიან მძიმე სიტუაცია. ეს ყველაფერი გამოიწვია ამ კორუფციამ და ამ ნეპოტიზმმა შეამცირა სამუშაო ადგილების შემცირებამ გამოიწვია რომ ადამიანები იძულებულები არიან და იძულებულები გახდნენ რომ ქვეყანა დაეტოვებიათ და ქვეყნიდან წასულიყვნენ და ძიმე ფაქტი. ბოლო 5 წლის განმავლობაში 22,737 ბავშვი მშობლებმა გამოიყვანეს სკოლიდან და წაიყვანეს საზღვარგარეთ ემიგრაციაში. მომავალი ნადგურდება. ანუ ეს ჩემი მონაცემები კი არა. ეს ოფიციალური სტატისტიკა. 22,737 ბავშვი 5 წელიწადში გავიდა საქართველოდან. ეს საქართველოს ტოლა ქვეყნისთვის და გამხელა დარტყმა. და გვეუბნებიან მშვიდობაა ქვეყანაში. ეს არის ბატონო დავით მშვიდობა. ბავშვები გადიან. ახალგაზრდები, რომლებიც სრულწლოვნები არიან, გადიან დაიცალა ქვეყანა. კარგი ცხოვრებაა ქვეყანაში და იმიტომ გადიან. ამათ რო კითხო მშვიდობაცა და კაი ცხოვრება. სად მიდის მაშინ ეს ადამიანები? და მთავარი შრომითი რესურსი, ქვეყნის მომავალი, ტოვებს საქართველოს. მიდის ჩვენი ქვეყნიდან. მაგრამ ეკითხები გეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის და თურმე მშვიდობა ყოფილა. წინა წლის მონაცემებია, ხო? სიმტილიანობასა და ახალ სიცოცხლეს შორის სიმტილიანობა ჯობნის, გარდაცვალება ჯობნის ახალ სიცოცხლეს. და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ხალხი მიდის ამ ქვეყნიდან, წავიდა აბსოლუტურად ხალხი. წავიდა ხალხი ამ ქვეყნიდან. მე ბატონო დავით, რაც კი თუ სადმე თუ შესაძლებელია ჯარიმები, მაქსიმალურად მოუმატეს ჯარიმებს. აი საქართველოს მოქალაქეებს, აი წურბლებივით არიან სისხლს წოვენ საქართველოს მოქალაქეებს, აბა სხვა რა არის ესა? ჯარიმებს მოუმატეს. სახელმწიფო სერვისებიდან გადასახადები გაზარდეს. აი პირადობის მოწმობის აღების გადასახადი, მართვის მოწმობის გადასახადი, რაღაცის რეგისტრაციის ყველგან გადასახადი. ახლა მინდა დავსვა კითხვა. აქ რაშიას დამოკიდებული ეს რამე რა ქვია დიზელი გაიზარდა, ბენზინი გაიზარდა და იმაზეა დამოკიდებული. თუ რაზეა დამოკიდებული? ერთი ვინმე ახსნას ეს ყველაფერი რაზეა დამოკიდებული, ხო? შემდგომ ეს ხო ახალია და ამ შემთხვევაში უკვე ყველა მიცით რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნება ეს ხალხი რომ 6 წლის ზევით მანქანებს ვერ შემოიყვანა. მაშინ დავსვათ კითხვა. არა შეუჩერებელი. არა შეუჩერებელი. 6 წლის ზევით მანქანებს ვერ შემოიყვანა. ახლა დავსვათ ბატონო დავით კითხვა. აი უბრალოდ მოყვეთ აი რა ხდება? ყველა სფერო შეეხმენ, არ დარჩენილა. სფერო არ დარჩა, სადაც არ შეეხმენ. 6 წლის ზევით ავტომობილებს ვერ შემოიყვანთ.
ახლა მარტივია კითხვა რომ დაისვას რისთვის არსებობს ტექნისპენტირების ცენტრები როდესაც მოტივი საუბარი არის იმაზე რომ მოტივად ამას უდებენ რომ ეს ბუნების და გარემოს დაცვა და ასე შემთხვევაში რისთვის არსებობს ეს ტექნისპენტირების ცენტრები და რატომ არის ეს ტექნისპენტირების ხო კი ბატონო რისთვის არსებობს ეს ტექნისპენტირების ცენტრები მაგრამ ეს ხო ბიზნეს კლავს ეს იყო აწყობილი ბიზნესი, თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ბიზნესი აწყობს. აქ არის მთელი სფერო, ინდუსტრია ამის. ავტონაწილების შემოტანა, ხელოსნები, ასე შემდგომ. მე ამის ექსპორტი, რეექსპორტი და ასე შემდგომ, ხო? რატო აკეთებენ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ საკუთარ მოქალაქეებს მაქსიმალური წნეხის ქვეშ იყოს საკუთარი მოქალაქეები და თვითონ ემსახურება თუ არა ავტომობილები, ბუნებრივია ემსახურებათ ავტომობილები. ჩვენს ხარჯზე, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ასხამენს ავტომობილში საწვავს. ჯერ ერთი რა საჭიროა ამდენი მომსახურე ავტომობილი, რომ ყველა დეპარტამენტია თუ უფროსია თუ მინისტრია თუ მოადგილებია თუ ვინც არის ავტომობილები ემსახურებათ. აი რა საჭიროა ამდენი, მაგრამ მათთვის არ არის პრობლემა. ტენდერებს აცხადებენ, ახლა ავტომობილებს ყიდულობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან თქვენ არა 6 წლის ზევით ავტომობილს ვერ შემოიყვანთ. ხო, აი ესეთი რეგულაციები, წარმოუდგენელი ტერორი მიმდინარე, ეს არის სანქცირება საკუთარი მოქალაქეების. ფასების კომისია შექმნეს. ჯერ ვის გაუგია რაშვაშია ფასების კომისია, ხო ეს, მაგრამ და ლელო ძლიერი საქართველოს ჩვენი გუნდი თავიდანვე საუბრობდა, რომ გამორიცხულია ფასების კომისიას ფასებით კი არ უნდა ებრძოლო. პირველ რიგში უნდა ებრძოლო კორუფციას. მერე თავიდან ბოლომდე კორუფციაში რო არიან ეს ადამიანები ჩახშალი, უნდა იყოს შემოსული ინვესტიციები, უნდა გაიხსნას ინვესტიციებისთვის ქვეყანა და ამას სჭირდება კომპლექსური მოქმედებებით ქვეყანაში და არა რაღაცა ტაკი მასხარობა რაც შექმნეს ფასების კომისია. ახლა ვინმე თქვას, ამ ფასების კომისიიდან გამომდინარე, რამე გაიაფთა ბატონო დავით? თუ პირიქით, რამდენი ფასების კომისია მე მგონი შეიძლება იმდენი ფასები მიდის ზევით. ვისთვის შეიქმნა? ბიზნესები კი პროდუქტები ნახეთ, ნებისმიერი არ ვიცი, შეიძლება მე ვწდები, ხო? არა, ვინმე გითხრათ, კაცო, აგერ მაყურებელი გიყურებს, საკმაო მაყურებელი ყავთ და გიყურებს და გითხრათ, ერთი რა გაიაფთა ამ ფასების კომისიის შედეგად. და ბოლოს ელექტროენერგიის ფასი 5 თეთრით გავაძვირეთ. 5 თეთრი რამდენია? 33%-მდე არის, 30-33%-ია. და არნახული მატებაა. მე მგონი ისტორიაში რეკორდი არის. 5 ამბობენ. ხო და ისტორიაში მე მგონი რეკორდი არის ეს ერთჯერადად მატების, ხო? ახლა რა ხდება? მოქალაქეებს მარტივად რო აუხსნა და ყველამ ნახავთ ახლა, ხო? აი მომავალი თვეს როცა მოვა ქვითარი ელექტროენერგიის გადასახადის, ხო და ნახავთ, აგერ რა იქნება? თუ გიწევდათ 100 ლარიც გადახდა და გვიწევდა 100 ლარიც, ახლა მინიმუმ 130 ლარს გადავიღე. 130 ლარს გადავიღე. 137 ანგარიში მიყირა და საზომი რა არის? ის მაგათ ეს არაფრად არ მიაჩნია. კორუფციაში ხო იხჩვებიან და საზიზღრობა ხდება. საკუთარი ხელფასები რამდენი აქვს? პარლამენტის წევრებმა 11, 12, 14, 16,000 ლარამდეა. პენსიონერის პენსია რამდენია? 370, ასაკობრივი და უმაღლესი 495. რამდენია დევლილის შემწეობა? რამდენია ჩვენი გმირი ადამიანების, რომლებიც ჯარში ომში იბრძოდნენ, ვეტერანების შემწეობა რამდენი? ხო და მაგაზია ზუსტად საუბარი, საერთოდ არავის არ აინტერესებს ბატონო დავით. და ბოლოს დასასრულს გეტყვით რომ ბოდიში საკმაოდ რომ წავიღე და ეს იქცევა ეს ადამიანები ბატონო დავით თითქოს 2 წელია ხელისუფლებაში არიან, იმიტომ რომ კორუფცია თითქოს ის რაც ვინც დააკავეს ღარიბაშვილი და სხვა თითქოს სხვა პოლიტიკურ გუნდს არ მოადგენდნენ. არა და ვხედავთ რომ მე შორსავარი მეზრისაგან და ჩემი მოსაზრებით ეს საერთოდ არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაა, მაგრამ შიდა კლანური რასაც ხედავთ ხო ნახეთ არა რომ აგერ თურმე 6 მილიონი სახში უდევს ამ ადამიანს გვეუნებიან. საიდან? ხო 6 მილიონი სახში უდევს ადამიანს უშიშროების უფროსი კორუფციის ბრალდებითო თავდაცვის მინისტრი კორუფციის ბრალდებით ორჯერ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო და თავდაცვის მინისტრიც იყო ზღარიბაშვილი კორუფციის ბრალდებით. უკაცრავად და გამოდის რომ 80% და 85% მაგათ მართლობის რაც არიან 2012 წლამდე თვითონ აღიარეს 100%-ით არის, მაგრამ თვითონ აღიარეს უკვე ეს კორუფციის ჭაობში რო აღჭობდნენ და იხჭობოდა ქვეყანა, მაგრამ ჩვენ როდესაც ვამბობდით ამას
გვეუბნებოდნენ რომ ტყილს ამბობენ და ტყილი ტირაჟირებდნენო. მაშინ არა, ყველა ღარიბაშვილზე იყო გადაფარებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თავი რა არის ბატონ დავით, იცი? პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. აი, ელემენტარულად. რა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? გუნდმა ან პიროვნებათა ჯგუფმა, ვინც არიან, რომლებმაც აირჩიეს ეს ადამიანები და განამწესეს პრემიერ-მინისტრად და დაამტკიცეს მინისტრთა კაბინეტი. იმათ პასუხისმგებლობის საკითხი სად არის? საერთოდ რა პრაქტიკაში ეს გაჩვენებულები არიან ხო? არა, პრაქტიკაში არ არის საქართველოს, ანუ ჩვენ რეალობაში აქ არ არის საქართველოს რეალობაში, თორე მცირე გადაცდომა ევროპულ დემოკრატიებში და მცირე არა რასაო მთელი პრემიერ-მინისტრი და ყველა ფილმთორობა გადადგება და ნდობას ამ შემთხვევაში თავიდან თხოვს თუ ედობა საკუთარ მოქალაქეებს, ხო? აქ ყველაფრის გამართლება მიდის აბსოლუტურად. გაუმართლების გამართლება მიდის. შავზე თეთრის თქვა მიდის. მასობრივი უსამართლობაა და ამის მე მართა ბრაზდები ხოლმე შეიძლება ემოცია მალაპარაკებს ახლა მერიდება რომ გითხრა ხა ადვოკატი იყავი მართა ფანტასტიკური ესენი გაქვს საქმეები მოგებული. აი ვინმე ჭიუჭუ დამავიწყდა გასა საპატრულო პოლიციის დირექტორი მე საუბრავს მტერის 500 ლარს. აი წინა ბლოკშიც ვისაუბრე. ჭიტაიშვილია თუ ჭიტაიშვილი. აი საშინელებას გიყვები რა. ჩემი მანქანა დაგორდა, ხარი იყო საშინელი 6 მეტრი გაიარა. და აი მანქანაში მე არ ვждავა. სახში ვიყავი და თავმჯდომარემ ამერიკა და მითხრა რომ ისო მანქანა შენი დაგორდა ჩადიჩქარავ. ჩავედი და მიმტკიცებ საკრებულო რა არის საპატრულო პოლიციის დირექტორი შენი ჯექი საჭესთანო ვიდეო მასალაში ვამტკიცებ რომ მე არ ვიჯექი იქა და მანქანა მარტო დაგორდა და 500 ლარს მიმატებ ჯარიმას თუ ჭიკაიძეა ხო ბოდიში ანამ ჭიკაიძე სინდისი არა აქვს დაუმტკიცე თქვენ ეს მე მოვიტანე კასეტა სადაც ჩანს იქ კამერა იდგა და იმის ამოვიღე მე საპატრულო საზღვარჩელი მაინც ამტკიცებ რომ შენი ჯექი მანქანაში რატო უნდა დაგორებო კარი იყო და იმითო მე ვფიქრობ ჭიტაიძეს ვიდაოთ რაღაცა თუ გიდა დააჯერებია ხო ზევით უფალი ღმერთია და წესი მე არ გამიკეთებია ხო ღმერთმა ესე ინება და ჩემზე რაზი იხდიდო რაზი იხდით აი უტვინოები არიან იცი თუნდაც აი სამინისტროები აიყე თუნდაც ეს ისენი ყველგან ფულს აი უსინდისოდ აკეთებენ და ეს არ არის ნორმალური ეტყობა ამ ჭიკაიძეს დაავალეს რომ ძარცვე ყველა და აჯარიმე არ არის ჯარიმები არ არის ეს ნორმალური ყველაფერში ჯარიმებია აი პარკირება გაიხსენე რა 10 ლარი ღირდა მე 20 გახადეს ეხლა 50 გახადეს რომელ დებს უხარია პარკირებაზე მანქანის დაყირებაზე სოქ სიგარეტის ყიდვა უნდა სოქ რაღაცას ის უნდა ვიღაცას გადასცეს და 2 წუთი და 5 წუთი არაფერი არ უნდა იყოს ამაზეც გაჯარიმებენ საერთოდ არანორმალური მიდგომა იცი რატომ მე ვფიქრობ რომ არაფერი საწარმო არ შენდება და ჯარიმები თუნდაც ბიუჯეტის შევსება. ბატონო დავით რომ ნახოთ ახლა ჯარიმების შემოსავალი როგორ არის და წილი ძალიან უზარმაზარი წილია მაგრამ თავარი რა არის იკლებს თუ იზრდება თუ იკლებს ეს ჯარიმები კი ბატონო ჯარიმებს ახლა ვაღას ვლაპარაკობ უყურეთ რა იზრდება ამ ქვეყანაში და რა არ იზრდება ამ ქვეყანაში აი ეს შევადარო და იზრდება ჯარიმები საურავები, ჯარიმები იზრდება, გადასახადები იზრდება, აი ელექტროენერგია გაიზარდა, სხვადასხვა ჯარიმები იზრდება, მომსახურება იზრდება, სახელმწიფო სერვისების მიღება ამ შემთხვევაში პირადობის მოწყობის აღება, ასე შემდეგ. იზრდება მათი ხელფასები, კორუფციული მათის გარდა იზრდება მათი ხელფასები, 10,000-ები და ზევით არის უკვე მათი ხელფასები, მაგრამ სამაგეროდ საქართველოს მოქალაქეების ყოფა არ უმჯობესდება ამ შემთხვევაში და პენსია რამდენია, ნახოთ და შედარება რა არის. აი ეს არის იცით რა არის მე მაგალითები მოვიყვანე ამ კორუფციული თემების ამ დამოკიდებულების საკუთარ მოქალაქეებთან მიმართ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანებს ამ სოციალურად როგორი სოციალური ფონი აქვს ქვეყანაში და მათი ყოფა და მათი დამოკიდებულება და სხვების ამ შემთხვევაში სხვებზე ზევიდან ყურება ეს არის მაჩვენებელი იმისა თუ რა სიტუაცია ქვეყანაში და თუ როგორ უყურებენ ეს ადამიანები აი ამ ყველაფერს აი ამაზეა საუბარი და მე რეგიონებში ჩემი თანაგუნდელები დავდივართ რეგიონებში პირდაპირ შემიძლია გითხრათ ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით მაქსიმალურად პირდაპირ გეუბნებით ვარიდებთ თავს რომ სოციალური მედიით გავაშუქოთ აი უმრავლესი შეხვედრები არ ვაკეთებთ ამას ან ფოტოას ან ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ჩვენთან წლების პრაქტიკა არის
იმიტომ რომ არ გვინდა შემდგომ ზეწოლა იქონიოს ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომში იყოს შესაძლებლობა იმის რომ მათ ეშინოდეთ პირველ რიგში არ გვინდა რომ მათ შიში შეექმნათ იმიტომ რომ შეიძლება დახმარება სოციალური დახმარება შეუწყვიტონ ან ამის შიში ჰქონდეთ რომ შეუწყვდეთ სოციალური დახმარება ანუ ადამიანებში არ უნდა არ ტოვებთ ამის ამ შემთხვევაში შესაძლებლობას არ ვაძლევთ ქართულ ოცნებას და თვითონ ადამიანებში როგორი განწყობა და შიშია თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენჯერ მსგავსი რამ ყოფილა ხო და სანამდე მიიყვანეს საქართველოს მოქალაქეები რომ აი ესეთ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და ესეთი ძალიან მძიმე ყოფაა უბრალოდ დაიცალა ბატონ დავით ქვეყნები ისა რა ქვია სოფლები დაიცალა ანუ უკვე საუბარი არ არის იმაზე რომ სახლია დაკეტილი უკვე ერთმა ადამიანმა მითხრა რომ სახლი კი არა სოფლები დაიკეტაო სახლები კი არ იკეტებაო სოფლები იკეტებაო გაივლი ისე უზარმაზარ სოფლებს ძალიან დიდ სოფლებს გაივლი სადაც სიცოცხლე ჩქებთა და საკვამურიდან კვამლი არ ამოდის და ნატურა არა ანთებული იმიტომ რომ დაკეტილია წავლიდნენ საზღვარგარეთ. კარგია რა ეს შედარება მოიყვანა და კახეთები ტრიპსში ღვინით ინახავდა თავს. დაიცალა ხალხი. მე ახლა ველიციხეში შეიძლება დავდივარ ხოლმე. ახლა გუშინ თუ გუშინზე ხიდის ჩაინგა პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას გავს. ველიციხე უნიკალური ადგილი არის. 20% მოსახლეობისა კარები ჩაკეტილი. მოდი აბა კიდე უფრო მძიმე ყოფასად არის კიდევ ნახეთ გურიაში რა სიტუაცია. გურიაში მარტო აჭარიდანაც გარბია. ყველგან სამეგრელო გურია აჭარა, სადაც დავდივართ ყველგან რა სიტუაციაა. ეს ადამიანები ბატონ დავით მე გამოვლენ და ქვეყანაში მშვიდობაა უგეთყვია. როგორ შეიძლება ქვეყანაში მშვიდობა იყოს თუ საქართველოს მოქალაქეს, შენი ქვეყნის მოქალაქეს თუ ამ ქვეყანას საერთოდ 20%-ად მაინც შენაცვლი. აი ქვეყანაში რო არ დაედგომება ბატონ დავით 400 მილიონი დოლარი აგზავნიან აკეთ ქვეყანაში აფხავს არ დაედგომება და მიდიან რატომ მიდიან რა საქართველოს არ უყვართ იმიტომ რომ თუ რა აქაურობა ენატრება მე ვიცი ჩემს საახლობლებში რამდენია წასული ხალხო მაგრამ რატომ იმიტომ რომ ქვეყანაში სამსახური არა სამუშაო ადგილები არა ადამიანებს ოჯახის ჩენზე შენახვის შესაძლებლობა არა აქვს და მიდიან ეს ადამიანები ქვეყნიდან ესენი გამოდიან და ყველაფერი კარგად არის რომ გვეუბნებია ну დაცინვა მეტი რა შეიძლება იყოს ეკონომიკა გადადუხსო აი ახლა ლევან განათლებული კაცი ხარ ახლა მე ვიცი რომ აფატკაზია შესული ეს კრეტინები და ამ დღეებში გადააყენებენ ახლა მე შემდეგი მისმობა ისიც დაიწყებს წყვილების თქვას რომ ასე არ არის ორი რა მართა არ არის ორი მიგრაცია რატომ იდის ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჩვენთან 1000 ლარი უკვე არაფერი არაა საარსებო მინიმუმზე წარგეყოფა და მწეველი თუ ხარ 1000 ლარი როგორ უნდა იყოს რამე უკვე როდესაც ფასები იზრდება ფასები მიდის ნუ ყოველდღიურად ფასები იზრდება და აქედან გამომდინარე აი შე რაც იყო დაუშვათ 6 თვის უკან ეს დაბალი იყო შედარებით რაღაც პროდუქტზე ფასი დღეს ორმაგდება და ზევით კითხვის ეს ფასები და პენსია არ იმატებს საქართველოს მოქალაქეების ხელფასები არ იმატებს ფასები იმატებს და მე ნახეს რომ ესე რაც ასაკეთებენ სოციალური კვლევებია, გასაგებია, აკეთებენ ნახეს რომ საქართველოს მოქალაქეები არის გაუსაძლისი სიტუაცია, ფასები აღჭობთ საქართველოს მოქალაქეებს. რა გააკეთეს? შექმნეს ფასების კომისია. ამაზე მეტი დაცინვა ხალხო რა შეიძლება იყოს, რომ ფასების კომისია შექმნეს ფასების წინააღმდეგ საბრძოლველად. ნუ არ ვიცი ეს არის მე ასე ვიღაცა რიგითი გაუნათლებელი კაცის დასაბრუნებლად. არა, ვერავინ დაბრუნდება, ბატონ დავით, იმიტომ რომ არა, ვერც ყოველ დაბრუნდება, იმიტომ რომ ყოველდღე ადამიანი არსებობისთვის იბრძვის და ყოველდღე მიდის მაღაზიაში, მარკეტში მიდის და ყიდულობს პროდუქტს და მე ყოველდღე ეკითხება მის თავს. ბუნებრივია რომ ამ ხალხმა რომელმაც ფასების კომისია შექმნეს რაღაც სიგიჟე რა მოიტანა ამ ფასების კომისიამ და მეორე დღეს და მესამე დღეს და ერთი კვირის მერე და ერთი თვის მერე რომ მიდის ნახულობს შედარებას და გაზრდილია ფასები. ლევან, უფრო ეს გეტყვი ვითომ ახლა 2 მილიონი მანქანა ხო 2 მილიონი მანქანა არის საშუალო ვიცი რომ 800 ლარი ჭირდება ბენზინს. ძალიან გაზრდა. არა, აქედან ბატონ დავით, რამდენი არის? ეს არის რეგისტრირებული, მაგრამ რამდენი საერთოდ ყველა სექტორში ყოფიდან გამოსულია რაღაცა და ასე შემდგომ. არა ძნა, იცი ახლა მე მაგალითად აიძა. არა, მესმის 25 ლარის ბენზინი დღეში არ ამყოფნის და თვალე ახლა ეს არა, გასაგებია, მესმის ყველას უჭირდა მე არ ვიცი ამათ ულხინთ რა და იძახიან ეკონომიკის ზრდა გვაქვს და რაღაცა და
ვის ეტყობა, სად ეტყობა? აი ეკონომიკის ზრდა უნდა შეეტყოს საქართველოს მოქალაქეებს. მაგრამ რასაც ვლაპარაკობთ, ხო, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეტყოს ეკონომიკის ზრდა. აი ეკონომიკის ზრდა გვაქვს ქვეყანაში და 22727 ბავშვი 5 წლის განმავლობაში მშობლებმა გამოიყვანეს სკოლიდან და წაიყვანეს საზღვარგარეთ. თავის სამშობლოს მოწყვიტეს და წაიყვანეს საზღვარგარეთ. კარგი ყოფის გამო და კარგი ყოფის გამო გააკეთეს. აი ეკონომიკური სადაც ეკონომიკური ზრდა მსგავსი რამ ხდება და ფიქსირდება ხალხი გარბის? არა, პირიქით. ხალხი მაგრდება და პირიქით ემიგრანტები ჩამოდიან. თავის სამშობლოში და აქედან ხალხი გარბის ხალხო. ვის ეს არის დაცინვა. ბატონო, ვის ეკონომიკური გზდა რა, ეკონომიკური გზდაზეა საერთოდ საუბარი. სიყალბესთან გვაქვს. უნებრივია. აი მე ხა მართა ბრაზდები, გულწრფელად გეუბნები ხა მოგიწვია მე შენ ერთ-ერთ არზე გნახე და ეს ხაი მამაძაღლობა შესაურის დასაწყისში ახსენებ ხოლმე საკრებულოში ფრაქციებს ხსნიან თავიანთი პარტიის წევრები და ახმევენ თავიანთი პარტიის წევრებს ოპოზიციას რომელიც თავიანთი სიით გაიყვანეს და ორ ფრაქციას ყველაზე საშინელებად ხალხო დამიჯერეთ ყველაზე უსაქურული ინსტიტუცია თუ კი არსებობს საქართველოსა საკრებულოები არაფერს არ წვითავს საკრებულო მერი არის გადამწყვეტი და 1000 ლარი ერთ ხელფასი და ეხლა აი უნდათ რომ გაიზარდოს ეს ხელფასი და ყველაფერს გადავა ბატონო საკრებულო აი აქ ყურე როგორ არის საკრებულო უნდა წყვეტდეს მაშინ რა წყვეტს დღეს ამ ქვეყანაში რამეს და როგორ არის საკრებულო უნდა წყვეტდეს საკრებულო უნდა იყოს მაკონტროლებელი ამ შემთხვევაში მერის და აღმასრულებელი ხელისუფლის მაგრამ მე გეტყვით ახლა თუნდაც ჩვენი საკრებულოს წევრები არის ვატო სურგულაძე და ნიკა ჩერქეზიშვილი რომლებიც დღედაღამ აი ვატოს აი ნიკა ჩერქეზიშვილის რომელიც დღედაღამ მოქალაქეების პრობლემებზეა გადასული და დღედაღამ ამის გაშუქება სოციალური ქსელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის საკრებულოს წევრმა უნდა იმუშაოს და უნდა გააკეთოს და უნდა აკეთებდეს, მაგრამ სამწუხაროდ დაუკარგეს ბატონ დავით. ყველაფერს ფასი დაუკარგეს ამ ადამიანებმა. საქართველოს მოქალაქეების თვალში და წარმოდგენაში ბატონ დავით ყველაფერს ფასი დაუკარგეს. აი ეს ჩვენი ტრაგედია და მე მაინც ფიქრობ რომ აი უახლოეს დღეებში შეიძლება რაღაცა გადაწყვეს ეს არ არის რა პატარა საქმე. უბსკურის სქემი გვაქანებენ. მადლობა ლევან. მადლობა თქვენ ბატონო დავით მოწვევისათვის. ლევან მე და ყოველთვის გაგიგები და პრინციპული მებრძოლი ხარ დემოკრატიისთვის და ძლიერი საქართველოს თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ და მე ვფიქრობ რომ მართლა სერიოზულად უნდა მივხედოთ იმ პრობლემას რაც დღეს გვაქვს საკრებულოების ყველაფერი გაფიქტიურდა არაფრის გამკეთებლები არ არის ფულის ხვეჭის გარდა და შესაძლებელია ეს ქვეყანა შესაძლებელია მადლობა ლევან ამ თემაზე რომ ვისაუბრეთ პატარა რეკლამა ხალხოდან ირაკლი პავლენიშვილი გვეყოლება ნაცმოძრაობიდან სპეციალურად ისიც ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ ადამიანი გახლავთ და ყველამ უნდა სიმართლე დავანახოთ ხალხს პატარა რეკლამა და დაგიბრუნდებით 2 წუთში